ესე იგი, უკვე დღეს დავამთავრებთ პლანეტებს და გავართულებთ ცოტა მასალას და ძირითადი თემა გვექნება დღეს რაჰუ და კეტუ. ანუ დღეს ყველამ უნდა გავიგოთ რა არის ჩვენი კარმული დავალება. სანამ ყველა ამას არ გაიგებთ, იქამდე არ ვიშლებთ. ეხლა ეკრანს გავაზიარებ. ჩვენ დაგვრჩა ორი პლანეტა, რაჰუ და კეტუ. ეს რეალურად პლანეტები არ არის სინამდვილეში, ესენი არის უბრალოდ ფიქტიური წერტილები, რომლებსაც გამოვითვლით და ეს არის მზის დაბნელების წერტილები. ანუ ჩრდილოვან პლანეტებს ეძახიან ამას ჯიოტისში. სხეული არ აქვთ, მაგრამ ადამიანებზე მაინც მოქმედებენ. და ამას ძალიან საინტერესო ისტორიაც და მითიც უკავშირდება. იქიდან გამომდინარე, რომ გაიგოთ რა არის რაჰუ და კეტუ, ეს მითი უნდა მოგიყვეთ ახლა. ესე იგი, უძველეს დროში, როდესაც მსოფლიო ოკეანე იყო რძის, ესე არის მითში, დაიწყეს ღმერთებმა უკვდავების სასმელის მოპოვება, რომელსაც ერქვა ამიდა. და ღმერთები ურიგებდნენ ამ სასმელს დევებს, ანუ არსებობს ორი კატეგორია, დევები და ასურები. ინდურ მითოლოგიაში დევები ეს არის ნათელი არსებები და ასურები დემონები, ასე ვთქვათ. ხო და ესე იგი ვიშნუ ურიგებდა დევებს ამიტას და ერთი დემონი, ანუ ასურა შეიპარა, დადგა ჩუმად დევებს შორის და მანაც დალია ეს ამიტა, ვითომ ანუ რაღაცა ბოლი გაუშვა, ასე ვთქვათ, რაჰუსთან არის ეს ბოლი და ილუზია დაკავშირებული. ამ დემონმა გაუშვა ეს ბოლი და დაიმალა თითქოს არ ჩანდა რომ დემონი იყო. მაგრამ მთვარემ და მზემ, ჩანდრამ და სურიამ დაინახეს და უთხრეს ვიშნუს ავატარს მოჰინის, რომ ეს არის დემონი და მან დალია უკვდავების სასმელი. ვიშნუ გაბრაზდა და მოაჭრა თავი ამ დემონს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას უკვე დალეული ჰქონდა უკვდავების სასმელი, აღარ მოკვდა და მისმა თავმა ცალკე გააგრძელა ცხოვრება და ტანმა ცალკე. და შემდეგ, ანუ ეს დემონი გახდა ჩრდილოვანი ორი პლანეტა, რომელიც ადამიანების ცხოვრებაზე მოქმედებს დედამიწაზე. თავი ამ დემონის არის რაჰუ და ტანი არის კეტუ. ანუ რაჰუ და კეტუ ყოველთვის ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს არიან ლუკაში, ანუ საწინააღმდეგო სახლებშია, რადგან სინამდვილეში ერთ სხეულში ადგენს, მაგრამ არის ორი სხვადასხვა პოლარობა, ასე ვთქვათ. რაჰუს გამოსახავენ ხოლმე აი ესე, მარტო თავი არის ის და კეტუ არის ტანი თავის გარეშე. ეხლა რას წარმოადგენს რაჰუ? რაჰუ იქიდან გამომდინარე, რომ არის მარტო თავი და ტანი არ აქვს, არის ძალიან გაუმაცხარი არსება, ასე ვთქვათ. რაჰუ არის ჩვენი, ასე ვთქვათ, სურვილები ამ დედამიწაზე. ანუ ჩვენი დრაივი, რისთვისაც ვცხოვრობთ. მაგრამ ყოველთვის, როცა დავიკმაყოფილებთ ამ სურვილებს, არ გვყოფნის. მას ყოველთვის არ ყოფნის, ასე ვთქვათ, მიღებული და ყოველთვის მეტი უნდა. რაჰუ არის დაკავშირებული ინტუიციურ ინტელექტთან. ყველაზე დიდი კავშირი რაჰუს აქვს ილუზორულობასთან, ასე ვთქვათ. ხო გახსოვთ მაშინ ბოლი რო გაუშვა დემონმა, ეს პირდაპირ რაჰუსთან არის კავშირში. მაგრამ რაჰუ შეიძლება იყოს ძლიერი თქვენ რუკაში და ან იყოს სუსტი. თუ ძლიერია რაჰუ, აქვს უფრო პოზიტიური თვისებები, უფრო ადამიანის ცხოვრებაში და თუ სუსტია, უფრო ნეგატიური. თუ მაგალითად სუსტია რაჰუ, მუდმივ ილუზიაში გვყავს, ასე ვთქვათ და თუ ძლიერია, შეიძლება აი რომ ამბობენ out of box thinking, ანუ რაღაც არაორდინალური, ანუ ისეთი რაც ჩვეულებრივ სხვა ადამიანებს არ აფიქრდება, შეიძლება ესეთი იდეა მოგდიოდეს, მაგალითად რაჰუ და მერკური ერთად თუ გვყავს. რაჰუ არის ყველაფერი უცხო, ყველაფერი არატრადიციული, ყველაფერი რაც რაღაც ნორმებში არ ჩდება. და ეს არის ჩვენი მიღწევის და ჩვენი აი ასე ვთქვათ, ცხოვრების ჟინი, ასე ვთქვათ, რაჰუ რომ არ იყოს, საერთოდ შეიძლება სურვილები არ გქონდეს, ანუ მთავარი სურვილები უკავშირდება მაინც რაჰუს ჩვენი. და იმას უკავშირდება თუ რომელ სახშია ჩვენ რუკაში რაჰუ შესაბამისად. და მაგას განვიხილავთ ახლა ცალ-ცალკე.
ძლიერი პოზიცია რაჰუსი არის კუროში და სუსტი პოზიცია მორიელში. ანუ ვისაც კუროში ყავს რაჰუ, ის შედარებით, რა თქმა უნდა, მაინც თავის გავლენა აქვს და მაინც რაღაცა ილუზორლობაში გადაიყვანს ადამიანს და მაინც არ ეყოფა ის მიღწეული, მაგრამ აძლევს მაინც, ანუ რაჰუ ხანდახან ესე აძლევს რაღაცას ადამიანს, მაგრამ იმას არ ყოფნის კიდე სხვა უნდა და არის რაჰუ, რომელიც სუსტია, მაგალითად რაჰუ, რომელიც მორიელშია, რომელიც ბოლომდე არ აძლევს, ანუ აი თითქოს უნდა გამოვიდეს რაღაცა, თითქოს უნდა დაგიკმაყოფილდეს ის ცხოვრების დრაივი, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ იღებ, ასე ვთქვათ, ანუ განსხვავებული ხასიათი აქვს რაჰუს სიძლიერის მიხედვით. საკუთარი ნიშანი ესე რომ ვთქვათ, ბევრ ასტროლოგიურ სკოლაში ჯიოტიშიც თვლიან რომ არა აქვს რაჰუს, მაგრამ აი იმ სკოლაში, სადაც რომელიც მიმდევარიც მე ვარ, ითვლება რომ რაჰუ არის მერწყულის მფლობელი სატურნთან ერთად. ანუ მეორე მფლობელია მერწყულის. სატურნს ეხმარება, ასე ვთქვათ. მეგობრები მისი არიან მერკური და ვენერა, ესე ითვლება. ითვლება რომ აი მერკურს და ვენერას რაჰუ პოზიტიურ თვისებებსაც სცემს, ასე ვთქვათ. სხვა პლანეტებს თუ უფრო ნეგატიურში გადადის რაღაცა თვისება, რომელსაც უძლიერებს მერკურს და ვენერას, ანუ აი მერკურთან ერთად რაჰუ, როგორც გითხარით, ეს არის რაღაცა არაორდინალური იდეები, მაგრამ რა თქმა უნდა შეიძლება ეს ადამიანი ილუზიაშიც იყოს ხოლმე გახვეული და ვენერასთან ერთად რა თქმა უნდა შეიძლება ადამიანი ძალიან ესეთი კრეატიული იყოს, ანუ ის ვენერას ტალანტები იყოს უფრო გაძლიერებული. მაგრამ შეიძლება რა თქმა უნდა ვენერას, ანუ რაჰუს გავლენა ექნება ვენერას, რა თქმა უნდა და რაღაცას ნეგატიურ თვისებებსაც აიღებს. ნეიტრალური არის იუპიტერი, ესე ითვლება, მაგრამ სინამდვილეში რაჰუ და იუპიტერი ერთად მაინც არის რაღაცა ნეგატიური გავლენა იმ კუთხით, რომ შეიძლება ადამიანს არა, ასე ვთქვათ, შეხვდეს ცხოვრებაში არატრადიციული გურუ, ანუ რაღაცნაირი, ანუ fake გურუ შეიძლება შეხვდეს, ან შეიძლება ადამიანი ზედმეტად ენდობოდეს მასწავლებელს რაღაცა პერიოდი და მე აღმოაჩინოს, რომ ეს ის არ იყო, ვინც მას მიაჩნდა. ანუ ფანატიზმში არ უნდა გადავიდეს, როცა რაჰუ იუპიტერი ერთად არის. მტრებად ითვლება მზე და მთვარე და მარსი. მზე და მთვარე იქიდან გამომდინარე, რომ რაჰუ ეს დაბნელების წერტილია და მნათობების დაბნელებას იწვევს. რაჰუ და მზე არის ესეთი პოზიცია, როდესაც ყოველთვის რაღაცა პრობლემა მოაქვს, მაგალითად აი საზოგადოებასთან ურთიერთობას ძალიან ხშირად, რადგან დიდი დრაივი აქვს ადამიანს, რომ როგორც მზე, ისე გამოჩნდეს ცხოვრებაში. მთვარე და რაჰუც მუდმივად ადამიანი რაღაცა ილუზიურ ემოციებს განიცდის. მარსი და რაჰუ შედარებით ამ მზე და მთვარეზე ნაკლებად ასე ვთქვათ, ნეგატიური გავლენა აქვს, მაგრამ მარსი და რაჰუ ხშირად არის ხოლმე, როცა ადამიანს ზედმეტად მარსის თვისებების ზედმეტად გამომშვალება უყვარს, ანუ აი ეს ასე ვთქვათ აგრესიის, ან ასე ვთქვათ ჩხუბის ის აქვს იმპულსი ძლიერი. სიმწიფის ასაკი არის 48 წელი, რაჰუსი, ისევე როგორც კეტუსი და ეს იმას ნიშნავს, რომ აი როდესაც ადამიანი 48 წელს მიაღწევს, შეიძლება ზუსტად მაშინ გადაიტვირთოს მისი ცხოვრება იმ კუთხით, რომ იგრძნოს, რომ არასრულებს გარმულ დავალებას, ანუ რაჰუ მიაღწევს სიმწიფეს და დამწიფდება, ასე ვთქვათ, რომ ყველა ვარიანტში გამოვლინდეს მის ცხოვრებაში. მაგრამ აუცილებელი არ არის, რა თქმა უნდა. ამას ქვია მე ეს შუა ასაკის კრიზისი, როდესაც 48 წლის ადამიანი მიხვდება, რომ გარმულ დავალებას არ ასრულებდა და ცდილობს, რომ შეატრიალოს ცხოვრება. ესე იგი, ეხლა მინდა განვიხილოთ რაჰუ თითოეულ სახლში რას აკეთებს. ანუ პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ იმ სახლის მნიშვნელობები იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რაჰუ იქ არის, ანუ იქნება ასე ვთქვათ ჩვენი ცხოვრების დრაივი. აი თუ პირველ სახლში ყავს ადამიანს რაჰუ, ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზეა პირველ რიგში კონცენტრირებული.
ყოველთვის ცდილობს რომ ყოველთვის ცდილობს რომ ყურადღების ცენტრში მოექცეს. ცდილობს რომ გამოიხატოს რაღაცა არატრადიციული სახით, რა ხო არის ყველაფერი არატრადიციული. ან გემოვნებაში, ან გარეგნობაში შეაქვს რაღაცა არატრადიციული აუცილებლად. სხეული შეიძლება იყოს მისი, ასე ვთქვათ, დრაივი, რომ აი სხეულს მიხედოს. და ყველაფერი, რაც პირველ სახლთან არის დაკავშირებული, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე სახლში ვისაც აქვს რახო, ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ქონების შეძენა უნდათ ამ ცხოვრებაში და გრძნობენ, აი ხო გინახიათ ადამიანები, რომ უნდათ უბრალოდ ფული ქონდეთ, იმიტომ რომ ფული ქონდეთ და არა იმიტომ რომ რაღაცა იყიდონ. და რაც რამდენიც არ უნდა ქონდეთ, მაინც არ ყოფნის და კიდევ უფრო მეტი უნდათ. ეს არის, როცა რახო აქვთ მეორე სახლში და მათი პირდაპირ დავალებაა ის, რომ შექმნან რესურსები. შეიძლება რაღაც საჭმელი იყოს მათი ძალიან ასე ვთქვათ, საინტერესო მათთვის თემა. ყველაფერი, რაც მეორე სახლთან არის დაკავშირებული. ან არატრადიციული საუბრის მანერა ქონდეთ, ან ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდნენ თუ მეორე სახლშია. როცა მესამე სახლში ეს ადამიანები არიან ხოლმე ძალიან კრეატიული, ანუ ძალიან ბევრი შექმნა შეუძლიათ ხელებით, იმიტომ რომ ეს სახლი ხელებთან არის დაკავშირებული. ფოტოგრაფიაც ამ სახლს უკავშირდება, აი რა თუ იქ არის რომ ძალიან კარგი ფოტოგრაფები არიან, მაგრამ აი რაჰუს ასე ვთქვათ, გავლენა კომუნიკაციაში აუცილებლად იგრძნობა. ეს არის ადამიანი, რომელიც ზედმეტს ლაპარაკობს ხანდახან, აი რაღაცას წამოწდება, რისი თქმაც არ უნდა. და ეს არის ადამიანი, როცა რაღაცას ყვება შეიძლება და ძალიან ხშირად ვარდება ისეთ სიტუაციაში, როცა არავის არ ესმის რაზე ლაპარაკობს, მაგრამ მეორე უკიდურესობა შეიძლება ჩუმად იყოს ეს ადამიანი, მაგრამ თუ დაიწყებს ლაპარაკს, მერე ვეღარ ჩუმდება. ანუ აი კომუნიკაციასთან დაკავშირებული რახოს პრობლემები შეიძლება ქონდეს ადამიანს. მეოთხე სახლში, როდესაც არის რახო. ეს არის ძირითადად ეს ადამიანი არის ადამიანი, რომელსაც წინა ცხოვრებაში აქვს გამოცდილება, რომ კარიერაზე იყო მთლიანად გადართული და ამ ცხოვრებაში უნდა რომ გამოსცადოს სახლში როგორია იყო. როგორია ბედნიერი იყო იმის გარეშე, რასაც აკეთებ, ანუ ყოფნით როგორ უნდა დადგმე. ამ ადამიანებს ანუ თან გააჩნია, შეიძლება კონდეს რახო ვიღაცას მეოთხე სახლში, მაგრამ არ ასრულებდეთ საერთოდ აი თავის დავალებას. შეიძლება შინაგანად რაღაცა გრძნობდეს ამას, მაგრამ აი იმდენად ღრმად იყოს, რომ ვერ ამოაღწია მასში, რომ მართლა ეს გააკეთოს. უძრავი ქონება იყოს შეიძლება მისი დრაივი, დედასთან ურთიერთობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ ადამიანისთვის. აი, როცა მეხუთე სახლში ყავთ რახო, ეს ამ ადამიანებს ძალიან უყვართ შვილების ყოლა. აი, შეიძლება ყავდეს ადამიანს 4 შვილი და გულისწყდებოდეს, რომ მეხუთეს ვეღარ გააჩენს ან რაღაც ესეთი, ეს თუ კარგი რახოა. მაგრამ აი, ცუდი სუსტი რახოს შემთხვევაში მინახია ისეთ სიტუაციაც, როცა ფეხმძიმედ რჩება ქალი ძალიან ბევრჯერ და ბავშვი შორდება, იმიტომ რომ რახო არის აქ, მაგრამ აი დრაივი აქვს ის, რომ ისევ და ისევ ამას აკეთებს და ძალიან ბევრჯერ ანუ ბოლომდე არ აძლევს რახო რაღაცას აძლევს. თითქოს ახლოს არის მიზანთან, მაგრამ ბოლომდე არ აძლევს. კიდე ამ ადამიანებს მუსიკასთან აქვთ ხოლმე კავშირი, ანუ მუსიკალურები არიან. და ზოგადად ეს კარგი პოზიცია არ ახოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჰობი აქვს ადამიანს რაღაცა. თამაში უყვარს გართობა და ასე შემდეგ. რახო როცა ხვდება მეექვსე სახლში. ეს არის ადამიანი, რომელსაც წესით უნდა უნდოდეს სულ რაღაცის კეთება. ანუ ეს რაღაცა მოსაწყენი საქმიანობაც კი ვიღაცისთვის შეიძლება მოსაწყენი იყოს, თქვათ, რაღაცა რუტინული სახლის დალაგება, მაგრამ ეს ადამიანი უნდა იყოს სულ ჩართული რაღაცას უნდა აკეთებდეს. იქიდან გამომდინარე, აი წინა ცხოვრების ასე ვთქვათ, გამოცდილება არის მე-12 სახლი, იცით რომ არის ყველაფრისგან იზოლაცია, რაღაცა სულიერებაში წასვლა, სპირიტუალობა და ადამიანი მოსულია აი ექსტრემალურად განსხვავებული გამოცდილების მისაღებად.
ანუ თემები, რომლებიც მე-6 სახლთან არის კავშირში, ერთ-ერთი ან რამოდენიმე უნდა იყოს ამ ადამიანის დრაივი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ცხოვრებაში არის კარმული დავალება ეს. მე-7 სახლში, როდესაც არის რაჰუ, ეს არიან ადამიანები, რომლებსაც სასწაული აქვთ პარტნიორული ურთიერთობა, კარმული დავალება აქვთ პარტნიორული ურთიერთობა და იქიდან გამომდინარე, რომელ ნიშანშია ახლა ეს, რომელ ნიშანში ხდება და რომელ ვარსკვლავში მოხვდა რაჰუ და რამდენად ძლიერია, შეიძლება ძალიან სხვანაირად ასრულებდნენ ამას. აი, არის ადამიანი, რომ მაგალითად სულ უნდა რომ ურთიერთობაში იყოს, არის ადამიანი, რომელსაც ერთი ურთიერთობა არ ყოფნის და უნდა რომ ვერ ძღება, ასე ვთქვათ, ყავს ერთი პარტნიორი, მერე უნდა მეორე ყავდეს, უნდა მესამე ყავდეს. ეს ძირითადად არიან ადამიანები, რომლებსაც აი რაჰუ ყავს მე-7 სახლში. ან ვერ ხვდება, შეიძლება არის ურთიერთობაში, მერე ვთქვათ, თუ დამთავრდა ეს ურთიერთობა, მერე მიხვდეს, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. ანუ რაჰუ იქ რაღაცას ურევს, ასე ვთქვათ. ან ესეთი რაღაცაც ემართებათ, რომ მთლიანად გადადიან პარტნიორის, ასე ვთქვათ, ხდებიან თავისი პარტნიორი და საკუთარი თავი ეკარგებათ, როცა რაჰუ მე-7 სახლშია. მაგალითად, როცა იმისი ჰობი, შენი ჰობი ხდება და აღარ იცი განსხვავება, ანუ იქამდე ვინ იყავი, ვიდრე ამ ადამიანს გაიცნობდი. ესეც ესეთი პოზიციაა, როცა რაჰუ მე-7 სახლშია. ოღონდ რა თქმა უნდა, გააჩნია მთლიან რუკას, ანუ სულ სხვადასხვანაირად შეიძლება ფუნქციონირებდეს აქ რაჰუ. მე-8 სახლის რაჰუ ჩემი აზრით ერთ-ერთი ბენეფიტური პოზიცია რაჰუს მე-8 სახლის. ეს არის ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ყველაფერი, რაზეც ისე უბრალოდ გახსნილად არ საუბრობენ საზოგადოებაში, ყველაფერი დაფარული. აინტერესებს დაფარული ცოდნა, აინტერესებს საიდუმლოებები, უყვარს ინფორმაციის გამოძიება, არ უყვარს, როცა ესე ადვილად იღებს ინფორმაციას. სახიფათოა, რომ არ უნდა დაინტერესდეს, რა თქმა უნდა, მაგიით და ესეთი თემებით და რაღაცა მნიშვნელობა უნდა იპოვოს მე-8 სახლში ისეთი, რომელიც მისაღები იქნება მისთვის. აი, არის ხოლმე, რომ სიკვდილი აინტერესებთ ამ ადამიანს, როგორ ხდება სიკვდილი, ადამიანი მერე სად მიდის. ყველაფერი, რაც არატრადიციულია და მე-8 სახლს უკავშირდება, ადამიანს აინტერესებს და არის კიდე მისი, ასე ვთქვათ, კარმული დავალება, რომ ისწავლოს. იმიტომ რომ რაჰუ თუ აქ არის, ბუნებრივად კეტუ არის მე-2 სახლში და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კეტუ მე-2 სახლში ადამიანს გამოცდილება აქვს იმის, რომ აი ამ ცხოვრებაში მატერიალური რესურსები შექმნა წინა. ანუ წინა ცხოვრებაში შექმნა მატერიალური რესურსები და ეხლა უნდა რომ აი ის ყველაფერი რაც არამატერიალურია, იმით დაინტერესდეს, იმ ცოდნებით, ასე ვთქვათ. აქედან გამომდინარე არის რაჰუ მე-8 სახლში. მე-9 სახლში რაჰუ საინტერესო პოზიციაა. აქ ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ აი ტრადიციული რელიგია და ტრადიციული, ასე ვთქვათ, მასწავლებელი ადამიანისთვის მიუღებელია, ან შეიძლება რაღაცა ერთი პერიოდი მასწავლებელს. დაახლოებით როგორც რაჰუ იუპიტერი ესეთი პოზიციაა. შეიძლება ვიღაც მასწავლებელზე გაგიჟდეს ადამიანი, მაგრამ შემდეგ მიხვდეს, რომ ის საერთოდ მისთვის მიუღებელ ცოდნას აწვდი და მოგზაურობა უყვარს ადამიანს, როცა რაჰუ არის მე-9 სახლში. ასე ვთქვათ, უნივერსიტეტი უმაღლეს განათლებას იღებენ ძირითადად თუ რაჰუ მე-9 სახლშია, მაგრამ შეიძლება დიდად არ გამოადგეს იქიდან გამომდინარე, რომ რაჰუ არის ეს ყველაფერი ილუზია და შეიძლება რაღაცა განათლება მიიღოს, რაც მისთვის არ იყო საჭირო აბსოლუტურად. მე-10 სახლში რაჰუ საკმაოდ კარგი პოზიცია, რადგან მე-10 სახლი არის, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი გამოსხივება, ჩვენი ესე იგი იმიჯი, ჩვენი სოციალური სტატუსი მე-10 სახლია და როდესაც აქ რაჰუა, რაჰუ ბერავს ყველაფერს, ანუ რაღაცა პროპორციიდან გამოყავს და აქედან გამომდინარე ადამიანს უფრო ესეთი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ან შეიძლება თავის სფეროში, სადაც მუშაობს, რაღაცა არატრადიციული მეთოდებს იყენებდეს და განსხვავებული იყოს, უფრო უნიკალური იყოს. ძირითადად აი ძალიან დიდი დრაივი აქვს ხოლმე თუ რაჰუ არის მე-10 სახლში, რომ პოპულარული იყოს ადამიანს, უნდა რომ თავისი სურათი, ასე ვთქვათ, უფრო გაავრცელოს სამყაროში და უფრო დიდზე გააანათოს, ესეთი მომენტია ხოლმე. რაჰუ მე-11 სახლში. ამ ადამიანს აქვს
ძირითადად დრაივი, რომ ავდეს ძალიან ბევრი მეგობარი, სულ ახალ ადამიანებს ეძებს. უყვარს, რომ გავლენა მოახდინოს ადამიანებზე. ანუ აქ თუ მეათეში უბრალოდ პოპულარული უნდა იყოს, აქ აინტერესებს ადამიანების აღიარება პირდაპირ. სოციალური ცხოვრება, ასე ვთქვი, საზოგადოებრივი ცხოვრება. იოლი ფულის მიღება უყვარს ამ ადამიანს და გააჩნია ხარახურ ნიშანშია, შეიძლება გამოსდიოდეს კიდეც და თუ სუსტია რახო, შეიძლება ის უჩნდებოდეს შანსები, რომ მიიღოს იოლი ფული და მე ეგრევე ქრებოდეს. ან რაღაცა შემოსავლის შემდეგ უფრო მეტი გასავალი კონდეს. და ფრთხილად უნდა იყოს, რომ აი ეს ვთქვათ კაზინოები და ასე ვთქვათ ესეთი მარ ჩაითრიოს ადგილებმა ეს ადამიანი. მე-12 სახლის რახუ, ეს არის ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ყველაფერი, რაც სხეულთან კავშირში და ამ ცხოვრებასთან კავშირში არ არის. ეს ადამიანი სულ ეძებს რაღაცა იქ რა ხდება, დედამიწაზე კი არა, ზემოთ რა ხდება, როცა მივდივარ დედამიწიდან. კავშირებს ცდილობს, რომ დაამყაროს იმ სამყაროსთან. ეს იოგა, მედიტაცია, ესეთი რაღაცები, ყველაფერი აინტერესებს ძირითადად, რახუ მე-12 სახლშია და ფულის ფლანგველია ძალიან ესეთი ადამიანი, რადგან ქველმოქმედებასთან არის კავშირში რახუ. და კიდევ რა არის, ხო, იზოლაცია უყვარს, ანუ უყვარს ის ადგილას ყოფნა, სადაც იზოლირებულია. შეიძლება აიკეტო რახან მე-6 სახლში ეყოლება ამ ადამიანს შესაბამისად ჩართული იყოს რაღაც სამუშაოში და უცებ ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს, როდესაც ტოვებს ყველაფერს უკან და მიდის სადღაც. ძალიან ხშირად მინახია, რომ ეს ადამიანები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ან რაღაც პერიოდი ცხოვრობენ საზღვარგარეთ, რადგანაც ყველაფერი უცხო აინტერესებთ ყველაფერი, რაც არის უცხო და მის ქვეყანას მაგალითად არ უკავშირდება. ანუ აი ეს უცხო და საინტერესო ძიება არის რახუ მე-12 სახლში. მე მინახია, რომ სწავლენ საზღვარგარეთ, იქ ცხოვრობენ, ვთქვათ, 10 წელი და როცა ის საზღვარგარეთიც ნაცნობი გახდება როგორც სახლი, მე შეიძლება სხვა ქვეყანაში მოუნდეთ, რომ გადავიდნენ, იმდენად უყვართ რაღაცა უცხო სიტუაცია. ესე იგი, დაახლოებით ეს იყო რახუზე, რა თქმა უნდა, ისეთ შეიძლება იყოს თქვენი დრაივი, რაც მე არ მიხსენებია, მაგრამ ამ სახლთან კავშირშია. ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაფიქრდეთ, გადახედოთ იმ სახლის მნიშვნელობებს ისევ და თქვათ, აი რა არის ახლა ამ სახლის მნიშვნელობიდან ჩემთვის ესეთი მამოტივირებელი, ასე ვთქვათ. ჩვენი დავალება ამ ცხოვრებაში, რომელიც საკუთარ თავს დავავალეთ, რომ რახუსკენ უნდა წავიდეთ, ოღონდ კეტუ უნდა გამოვიყენოთ საყრდენად. იმიტომ რომ რაც არ უნდა მივიღოთ, ეს მე-12 სახლის რახუ, რაც არ უნდა იზოლირებული იყოს, მაინც მუშაობა მოუნდება მე-6 სახლის კეტუ. ანუ ბოლომდე კმაყოფილი აი ამ ყველაფრით, არასოდეს არ იქნება. აქედან გამომდინარე, ყოველთვის მოუწევს მიბრუნება ისევ საწინააღმდეგო სახლთან და იქიდან ცოტა ძალის აღება, ასე ვთქვათ. კიდე ესეთი თეორიაც არის, რომ უნდა მიუყვეთ რახუს, ანუ იმ სახლის რაღაცეები გვინდოდეს ვაკეთოთ და რაღაც მომენტში კარგავს ძალას რახუ, რაღაც მომენტში ვცნობთ, რომ გვეყოფა, ხო, ეს არ მოგცემს არაფერს და წყნარდებით შედარებით. მაგრამ ეს პერიოდებსაც გააჩნია, ხა თუ გვაქვს მე რახუს პერიოდი, მაინც აუცილებლად ისე იქნება, რომ მაინც გაცოცხლდება რახუ და რაღაცას შემოვიგდებს ცხოვრებაში, რაც იქით გაგვწევს, ასე ვთქვათ. და რახუს მეორე მხარე არის კეტუ. ეს არის გამოსახული კეტუ ყოველთვის ესე თავის გარეშე, რადგანაც აი ამის თავი არის ზუსტად რახუ. კეტუსთან არის დაკავშირებული ჩვენი წინა ცხოვრების გამოცდილებები. ანუ კეტუდან მოდის რაღაცა ცოდნა ინტუიციურ დონეზე. სინამდვილეში არ ვიცით რა გავაკეთეთ იმ ცხოვრებებში, მაგრამ კეტუ არის ის, რამაც იცის, ასე ვთქვათ. ის ნაწილი ჩვენი, რამაც იცის, რა გავაკეთეთ წინა ცხოვრებებში, არის კეტუ. კეტუსთან არის ასოცირებული განმარტოება, ინტუიცია, მოკშა, ანუ ამ ცხოვრებისგან გასვლა არის კეტუსთან ასოცირებული, რადგანაც კეტუმ იცის, რომ ეს ცხოვრება არის მარტო ერთი ცხოვრება, ანუ მარტო ვირტუალური თამაში. და აქედან გამომდინარე მიჯაჭვულიც არ არის ამ ყველაფერზე, რადგანაც და ცხოვრებების ახსოვს და ახსოვს, რომ ძალიან ბევრჯერ
უცხოვრია და მომკვდარა ადამიანს. რაღაცის მოკვეთა, ასე ვთქვათ, ესე იგი, კეტუ კიდე ასოცირდება რაღაცა იმ, ასე ვთქვათ, განდეგილთან, რადგანაც ეს ყველა დანარჩენი პლანეტა არის ჩართული ამ თამაშში, რაღაცას აკეთებს და კეტუ არის ერთადერთი, რომელმაც ყველაფერი იცის, ესე რომ გარედან უყურებს, რომ ეს თამაშია. სიბრძნე, ოღონდ როგორი სიბრძნე იცით, აი ცოდნა, რომელიც შინაგანია. აი რაღაცა ზოგჯერ ვსწავლობთ და შეგრძნება გვაქვს, რომ ეს უკვე ვიცოდით. აი ეს არის კეტუ და სავარაუდოდ ვიცოდით კიდევაც რომელიღაც ცხოვრებაში და ხა ვიხსენებთ უბრალოდ. კეტუს ძლიერი პოზიცია არის მორიელი, ანუ ნიშანი, რომელიც არის ძალიან ღრმა არის, კეტუს ღრმა არის შიგნით. და სუსტი პოზიცია კურო, რომელიც არის დაკავშირებული რამ ცხოვრებისეულ სიმდიდრეებთან, კეტუს ესეთი რაღაცები არ აინტერესებს. საკუთარი ნიშანი კეტუს არ აქვს, მაგრამ განიხილება ხანდახან, რომ არის მფლობელი მორიელის მარსთან ერთად. კეტუს მეგობრები ითვლება, რომ არის მზე, მთვარე და იუპიტერი, მაგრამ როგორც ასეთი მზე და კეტუ ნიშნავს იმას, რომ ანუ ყველაფერი რაც კეტუსთან არის, რომელიღაცა პლანეტა თუ არის კეტუსთან, ეს გვაძლევს ინფორმაციას წინა ცხოვრების ინკარნაციებზე. შეიძლება ზუსტად წინა ცხოვრების არ იყოს, უბრალოდ ინკარნაციაზე, რომელმაც დიდი მნიშვნელობა მოახდინა ადამიანზე. შეიძლება 5 ცხოვრების წინ ქონდა ინკარნაცია და მე რაღაც მნიშვნელოვანი ინკარნაციები ქონდა, დიდი შთაბეჭდილება აღარ მოახდინა, ასე ვთქვათ. და როცა მზე და კეტუ ერთად არის, ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი რაღაცა აქვს წამოღებული წინა ცხოვრებიდან, ასე ვთქვათ. თავისი პერსონა, თავისი ეგო, ასე ვთქვათ, რაც იყო წინა ცხოვრებაში, ის აქვს წამოღებული. მთვარე და კეტუ, ეს არის წინა ცხოვრებიდან წამოღებული ემოციური სხეული, ანუ მის ემოციურ სხეულში სავსეა ჯერ კიდევ ემოციები, რომლებიც წინა ცხოვრებაში განიცადა ძალიან ძლიერი და თან აქვს წამოღებული, ანუ თუ აი შურისძიების მიზნით როცა მოდიან ან რაღაცა დიდი უსამართლობა მოხდა, ან რაღაც დიდი ტრაგედია განიცადეს, რომელიღაც ცხოვრებაში და იმ ცხოვრებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, შემდეგ მთვარე და კეტუ ძირითადად ერთად არის ხოლმე და იუყება ეს ადამიანს. იუპიტერი და კეტუ ეს არის ადამიანი, რომელიც იყო მასწავლებელი რომელიღაც ცხოვრებაში და ჰქონდა დიდი ცოდნა აუცილებლად. ყოველთვის შემჩნევია, რომ ეს ადამიანები მერე რაღაცა ამ ცოდნამდე ისევ მიდიან, ან რაღაცა მსგავს ცოდნამდე მიდიან და აქვთ ხოლმე გავლენა ბევრ ადამიანზე. შეიძლება საერთოდ ცოდნასთან კავშირში არ იყოს და შეიძლება უბრალოდ ბევრ ადამიანს ეხმარებოდეს ეს ადამიანი. ვენერა და კეტუ ეს არის პოზიცია, რომელიც აკავშირდება წინა ცხოვრებაში განცდილ სასიყვარულო კავშირს. ანუ თუ ვენერა და კეტუ ყავს ადამიანს ერთად, მის ცხოვრებაში აუცილებლად არსებობს ადამიანი, რომელიც წინა ცხოვრებიდან წამოიყვანა და წინა ცხოვრებაშიც უყვარდა. სულ სხვადასხვა ისტორიებია ამ შემთხვევაში. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ტრაგიკული იყოს ისევ ეს ისტორია და რაღაც ახალგაზრდობაში გაიცნო ეს ადამიანი ისევ, შემდეგ დაკარგა, მაგრამ მთელი ცხოვრება ისევ ვერ ივიწყებს. ანუ თუ ვენერას და კეტუს დაინახავთ ვინმეს რუკაში, ნიშნავს, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ერთი მთავარი ვიღაცა, რომლის მიმართაც სასიყვარულო გრძნობები აქვს ამ ადამიანს. და ძირითადად იცნობს პირველი შეხედვით, ან მეორე შეხედვით, ასე ვთქვათ. კეტუ და სატურნი, როდესაც ერთად არიან, ეს არის ადამიანი, რომელიც იყო ავტორიტეტარული, ასე ვთქვათ, წინა ცხოვრებაში. აი სატურნის ხასიათის ადამიანი იყო, ასე ვთქვათ, ან საკუთარ თავს იზღუდავდა რაღაცით და წამოღებული აქვს ეს შეზღუდვის პროგრამა ამ ცხოვრებაში, თუ კეტუ და სატურნი ერთად არიან. მერკური და კეტუ საკმაოდ რთული პოზიციაა. ეს არის ადამიანი, რომელიც ისევე ფიქრობს, როგორც წინა ცხოვრებაში. ანუ წინა ცხოვრებაში ვთქვათ ფიქრობდა, ცხოვრობდა მე-15 საუკუნეში, საზოგადოება რაღაცა კონსერვატორული იყო შედარებით, ძალიან ბევრი განსხვავებული სიტუაცია იყო, მაგრამ ეს ადამიანი დაიბადა ახლა თანამედროვე სამყაროში და ზუსტად ისევ ფიქრობს, რისის სჯეროდა მაშინ, იმის სჯერა ისევ. და ეს რთული პოზიცია იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცაი თანამედროვე თერაპიებით ხო ძალიან ძნელია ის წაშალო, რაც წინა ცხოვრებაში ფიქრობდი, მაგრამ
შეიძლება მაგალითად პლანეტარული ჰარმონიზაციით და რამდენჯერმე იყო ესეთ შემთხვევა, ადამიანი გრძნობს მერე თავს თითქოს რაღაცა ტვინი გადაურესტარტდეს და ყველაფერს სხვანაირად ხედავს, ასე ვთქვათ. სიმწიფის ასაკი არის 48 წელი, კეტუსი ისევე როგორც რახუსი. და სადაც კეტუ არის, იმ სახლის თემებთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ წამოღებული გამოცდილება წინა ცხოვრებიდან. თუ პირველ სახლშია კეტუ, ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი პიროვნება წინა ცხოვრებიდან წამოიღო მთლიანად. ანუ ჩვენ ყველას რაღაცა ბუნდოვნად რაღაცა წარმოდგენა გვაქვს რაღაცა შეგრძნებების დონეზე, ვიცით ვინ ვიყავით, ხო? მაგრამ აი ეს ადამიანი, ვისაც კეტუ ყავს პირველ სახლში, იმან ძალიან ბევრი იცის, ის თითქმის იგივე ადამიანია, უბრალოდ თავიდან დაიბადა და აქვს სხვანაირი გონებრივი მოწყობა. ანუ ისევე რაზროვნებს, როგორც სხვა ადამიანები, რადგანაც აი კეტუს თავი არ აქვს, ასე ვთქვათ, ესეთი სიმბოლოა და ეს არის ადამიანი, რომელიც ადვილად ვერ ხვდება რაღაცეებს. აი, ვთქვათ, ადვილად ვერ ხვდება, შეიძლება მათემატიკას ვერ სწავლობდეს ადვილად და ესეთ რაღაცებს, მაგრამ შინაგანი ცოდნა აქვს, ანუ არავინ თუ არ ასწავლა, მაინც იცის რაღაცეები. ისე, რომ ვერ ხსნის, ასე ვთქვათ. ანუ ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავზე მუშაობას დაუთმო ბევრი დრო წინა ცხოვრებაში არის, აი ვთქვათ, კეტუ პირველ სახლში. რაღაცას ძალიან გადავახტი. კეტუ მეორე სახლში, ეს არის ადამიანი, რომელსაც შეძენილი აქვს წინა ცხოვრებაში ქონება, ანუ ცხოვრება აქვს იმისთვის დათმობილი, რომ იყო მატერიალისტი და ახლა ამ ცხოვრებაში აუცილებლად ფულს არ აქვს მისთვის მნიშვნელობა, ანუ აუცილებლად გრძნობს იმას, რომ ფულში არ არის ბედნიერება და რაღაცნაირად აი თავიდან იშორებს თითქოს ფულს, მაგრამ ამავე დროს რაღაცნაირად სჭირდება რომ კონდეს ფული, რომ იგრძნოს თავი ძლიერად. ესეთი. რა თქმა უნდა, ახლა მე ამას ზოგადად ვლაპარაკობ, შეიძლება ვიღაც იყოს, ვინც ჩავარდნილია ისევ წინა ცხოვრების მდგომარეობაში და ისევ მატერიალისტია და არ აკეთებს იმას, რისთვისაც დაიბადა, მაგრამ მე ვამბობ იმას, რაც არის ჩვეულებრივ, ანუ უმეტესობა შემთხვევებში რაც ხდება. კეტუ მესამე სახლში ეს არის ადამიანი, რომელიც იყო ძალიან კარგი ორატორი და ამ ცხოვრებაში დიდად არ აქვს დრაივი, რომ ბევრი ლაპარაკოს ამ ადამიანმა, მაგრამ როცა ლაპარაკობს, ძალიან კარგად შეუძლია, რომ ისაუბროს. ან აი რაღაცა ნიჭები აქვს, რომლებიც გამოვლენაც დიდად არ უნდა და არ ადარდებს. მეოთხე სახლის კეტუ ამ ადამიანსაც ისევე როგორც აი პირველი სახლის კეტუს ამ ადამიანსაც ძალიან ბევრი რაღაცა აქვს წამოღებული, რადგანაც მეოთხე სახლი ქვეცნობიერია და აი ქვეცნობიერად ძალიან ბევრი პროგრამა არსებობს მასში, ჯერ კიდევ როგორც პირველი სახლის კეტუს ადამიანში. შეიძლება კარმული კავშირი ქონდეს დედასთან, ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აი მეოთხე სახლი ეს არის საგვარეულო კარმა ასევე. და თუ კეტუ არის მეოთხე სახლში, ეს არის რომ ადამიანს დასამუშავებელი აქვს, ანუ თავის თავზე აიღო რაღაცა დიდი საგვარეულო კარმა. კიდე შეიძლება არ აინტერესებდეს სახლში ყოფნა ამ ადამიანს საერთოდ, სუნდოდეს აი სამსახურში, იმიტომ რომ რა ხო ეყოლება მეათე სახლში, ხო? კიდევ არის ესეთი მეოთხე სახლი. არის ასევე სამშობლო. კიდევ შეიძლება აი სამშობლოს მიმართ კონდეს რაღაცა ესეთი გულგრილობის შეგრძნება. ან უწევდეს, რომ რაღაცა თანამდებობაზე იმუშაოს და დიდად არ ახარებდეს ეს, როცა კეტუ მეოთხე სახლშია. კეტუ თუ ამეხუთე სახლში, ხო? აქ მაშინ კარგი ვარიანტია ამ ადამიანს შვილები თუ არ ყავს, რადგანაც თუ ყავს შვილები, ესენი არიან აუცილებლად ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ წინა ცხოვრებიდან მის ცხოვრებაში და ხშირად არის, რომ აი ძალიან ბევრი დროის დათმობა უწევს შვილებისთვის. ანუ ისეთი ადამიანია, რომელიც აი შვილს გაზდი და მე შენი ცხოვრებითი ცხოვრება ეგრე კი არ არის, მთელი ცხოვრება რომ შვილთან დაკავშირებით რაღაცის კეთება უწევთ ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ახლა კარმაზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ნიშანზეა დამოკიდებული და ვარსკვლავზე, რომელში მოხდება კეტუ. მაგრამ აი დიდად არ აქვთ ხოლმე დრაივი, რომ შვილები ყავდეთ ამ ადამიანებს. და თუ აქვთ, ეს არის, რადგანაც აი თანახმა არიან, რომ კონკრეტულად ის სული იყოს იმათი შვილი, ვისთანაც ურთიერთობა ძალიან დააკლდათ.
კეტუ როცა არის მეექვსე სახლში, ეს არის ადამიანი, რომელსაც გატარებული აქვს, ასე ვთქვათ, ძალიან რუტინულად ერთი ცხოვრება, რაღაც რუტინულ საქმიანობაში. ხოთ შორს აი მეცნიერებსაც ესე აქვთ ხოლმე კეტუ მეექვსე სახლში, რადგანაც მეცნიერებად ითვლება, მაგალითად, ფიზიკაში ერთი და იგივე ექსპერიმენტი უნდა ატარო მილიონჯერ და ეს რაღაცა მოსაწყენია, ხო? იმ დროში განსაკუთრებით ეგრე იყო. ამ ადამიანებს რა უყავთ მე-12 სახლში, შესაბამისად, სულ უნდათ რაღაცა სიახლე და აი ეს მოსაბეზრებელი სახლის საქმე, მოსაბეზრებელი ესეთი ვთქვათ, აი ყოველდღე კბილები რომ გაიხეხონ, შეიძლება ძალიან ეზარებოდეთ ისე არა როგორც სხვებს, ასე ვთქვათ, სულ სხვა დონეზე. იმიტომ რომ რაღაცა რუტინული ცხოვრება აქვთ გატარებული ამის წინ. და მათთვის კარგია, რომ ყოველთვის ხო, შეიძლება გეგმების დაწყობა უყვარდეთ, როცა კეტუ მეექვსე სახლშია, მაგრამ ვერასოდეს ვერ ასრულებთ, რადგან აი კეტუსკენ ვერ მიდიან მაინც ისე. კეტუ თუ მეშვიდე სახლშია, ამ ადამიანს რა გვყავს პირველ სახლში შესაბამისად და ამ ადამიანებს ხშირად არის რომ საერთოდ არ აინტერესებთ რომ ყავდეთ პარტნიორი, რადგანაც გამოცდილება აქვთ რომ იცხოვრეს პარტნიორისთვის, საკუთარი თავი დაკარგეს, მთელი ცხოვრებას ცხოვრობენ სხვებისთვის, ამ ადამიანებს აქვთ ესეთი გამოცდილება და ამ ცხოვრებაში არიან მოსული რომ პირიქით პირველ სახლში ყავთ რაჰუ, თავიანთ თავზე უნდა მოახდინონ კონცენტრაცია, მაგრამ გააჩნია არიან ადამიანები, რომლებიც მართლა ისევ სხვებისთვის ცხოვრობენ და ისევ კეტუზე ზიან, ასე ვთქვათ, მაგრამ აუცილებლად თუ ესე გააგრძელებენ, ეს ადამიანები ყოველთვის სამყაროსგან იღებენ, ასე ვთქვათ, რაღაცა დიდ ნიშანს, რომ ეს უნდა შეიცვალოს და უნდა შეატრიალონ. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, მე ხო ზოგადად ვიცახე კეტუს მნიშვნელობას, მაგრამ გააჩნია იქ მერე ის ადამიანი კონკრეტულად სხვა პლანეტების ატყავს და რას აკეთებს. კეტუ თუ არის მერვე სახლში, ამ ადამიანს რა უყავს მეორე სახლში და შესაბამისად ცდილობს, რომ შექმნას მატერიალური კეთილდღეობა. ამ სახლთან დაკავშირებით აქვს გამოცდილება აუცილებლად, ეს არ ვიცით რა გამოცდილება აქვს კონკრეტულად. შეიძლება იყოს მაგიით დაკავებული, შეიძლება იყო რაღაცა უბრალოდ ოკულტური ცოდნის, ან შეიძლება საერთოდ მესაფლავე იყო და ეს სიკვდილთან ჰქონდა კავშირი და კეტუ მოხვდა მერვე სახლში. ესეც არის რაღაცა თემასთან აქვს კავშირი მერვე სახლის და იცის ეს თემები ესმის, ოღონდ არ აინტერესებს. და ძალიან კარგს აკეთებს თუ არ აინტერესებს ეს ადამიანი, რადგანაც ეს უკვე იცის, გამოცდილი აქვს და ეხლა უნდა ჩაეფლოს ცხოვრებაში მთლიანად, უნდა გამოიმუშაოს ფული. სხვათა შორის, აი მეორე სახლი თუ არის ფული, რომელსაც გამოვიმუშავებთ, მერვე სახლი არის სხვისი ქონება. ანუ ადამიანი, რომელიც თვითონ არ გამოიმუშავებს ფულს და სხვის ხარჯზე ცხოვრობს, ეს არის კეტუ მერვე სახლში ააქტიურებს ისევ. ანუ ამ ადამიანს აქვს სხვის ხარჯზე ნაცხოვრები თუ კეტუ არის მერვე სახლში. შეიძლება ეს იყოს, ვთქვათ, აი მაგით იყოს დაკავებული ადამიანი და ვიღაცების წირავდნენ ფულს ან რაღაცა ესეთი, ანუ არ გამოიმუშავებდა. მეცხრე სახლის კეტუ ამ ადამიანებს აქვთ ხოლმე დიდი ცოდნა წინა ცხოვრებაში, ზუსტად აი საუნივერსიტეტო ცოდნა, ასე ვთქვათ, კლასიკური და ამ ცხოვრებაში მთავარია რომ იგივეზე არ ანუ უფრო არ კონდეთ კეტუ აქტიური ვიდრე რაჰუ. რადგანაც თუ წავლენ ისევ უნივერსიტეტში, ხო ძალიან გასაგები იქნება რომ ისწავლიან, გამოუვათ ყველაფერი. ძნელად გამოუვათ, იმიტომ რომ სადაც კეტუა, იქ ყოველთვის ძნელად გამოგვდის რაღაც, ადვილი არ არის არასოდეს. რადგანაც არ გამოტივირებს სამყარო, რომ იქ დავრჩეთ, სადაც კეტუა და რაღაცნაირად მდინარის საწინააღმდეგოდ მივდივართ, როცა იქით მივდივართ, სადაც კეტუა. აქედან გამომდინარე, აი ეს დინება სამყაროს მიერი არ გვეხმარება. მეათე სახლის კეტუ ეს არის ადამიანი, რომელსაც კარიერაში ძალიან ადვილად გამოსდის რაღაცეები, სადაც არ მივა, ეგრევე ნიშნავენ უფროსად. თუ მარტო კეტუა და თუ კარგად არის ეს ყველაფერი, სხვა პლანეტების თუ არის, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. მაგრამ აი დიდად დრაივი არ აქვს რომ სამსახურში რაღაცას მიაღწიოს. მაგრამ გამოსდის იქიდან გამომდინარე, რომ ცხოვრება აქვს ესე გატარებული.
ნუ ამის ახლა მიზანია რახუ ყავს მეოთხე სახლში და შესაბამისად სამსახურის გარეშე ვინ არის და თვითონ ვინ არის შინაგანად ის უნდა ისწავლოს, ასე ვთქვათ. კეტუ მე-11 სახლში, ადამიანს რახუ ყავს მე-5 სახლში და ეს ადამიანი ბუნებრივად არის ხოლმე საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, გამოჩენილი ადამიანი, ბუნებრივად არის რომ აი მეგობრები ყავს, მაგრამ დიდად არ აინტერესებს ეს, ანუ თავისი დრაივისთვის არ აკეთებს, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ წინა ცხოვრებაში ესეთი ადამიანი იყო, ეხლაც იცის როგორ უნდა იყოს ესეთი. მე-12 სახლის კეტუ, აქ ნუ სხვადასხვა ისტორია შეიძლება იყოს, გააჩნია რა ნიშანშია და რა პლანეტასთან ერთად არის, მაგრამ ეს არის ადამიანი, ყველაზე სულიერად განვითარებული ადამიანები არიან სხვათა შორის, მე-12 სახლის კეტუები და დიდად არ ეტყობათ ხოლმე უმეტესობას, რადგან ეხლა ყავთ რახუ მე-6 სახლში და შესაბამისად რაღაცა down to earth რაღაცნაირი ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ ცხოვრებაში არიან. მაგრამ აქვთ უკან ძალიან დიდი სულიერი, ასე ვთქვათ, გამოცდილება. სუფთა ადამიანები არიან უფრო და კონკრეტულად შეიძლება როგორც ბერს კონდეთ ცხოვრება გატარებული, შეიძლება უბრალოდ რაღაცას აკეთებდნენ ისეთს, რაც სულიერებასთან იყო კავშირში და ეს სხეულთან სხეულისგან თავისუფალი სიტუაციაში ცხოვრობდნენ სადღაც, მაგალითად იოგი იყვნენ და სადღაც თის ქვეშ იჯდნენ და გამოქვაბულში მედიტირებდნენ. ეს არ ვიცით, მაგრამ ძირითადად ამ სულების, ასე ვთქვათ, მიზანი არის ხოლმე ის, რომ ამ ცხოვრებაში ეხლა იყვნენ ჩართული ძალიან, მაგრამ საბოლოოდ ეს აქტივობა, ანუ ჩაერთონ ძალიან ბევრი გააკეთონ და მერე ეს უბრალოდ გაუშვან. რადგანაც გაშვება ისწავლეს როგორ არის, როცა არაფერი არ არის და იმას უშვებ და ეხლა უნდათ რომ რაღაცა შექმნან, რაღაცაში ჩადონ თავისი ენერგია და მერე ის გაუშვან. ეხლა რახუ და კეტუ, რა თქმა უნდა, ჩვენს რუკაში არის რაღაც კონკრეტულ ნიშანში, მაგრამ შემდგომ რახუ და კეტუ მოძრაობს, რა თქმა უნდა, ცაზე და ჩვენ როგორც სატურნზე ვლაპარაკობდით, რომ ის რაღაც ნიშნებში გადადის და ეს ამას ქვია ტრანზიტი, ასევე რახუ და კეტუც გადადის სხვადასხვა ნიშნებში და ეს ახდენს მერე ჩვენ ცხოვრებაზე გარკვეულ გავლენას. მაგალითად, აი აქ არის ცხრილი, რახუ რომელ ნიშანში იყო, რომელ წელს. როდესაც რახუ გადადის რაღაცა სახლში, ხო, ჩვენი რუკაში, ის მთლიანად ამოატრიალებს ამ სახლს, ასე ვთქვათ. გააჩნია როგორი რახუა ჯერ, თუ კარგი რახუა, შემოიტანს ამ სახლში ისეთ მოულოდნელ შედეგებს, რომელსაც არ ველოდით, მაგრამ თუ არის ესე იგი ნეგატიური და სუსტი რახუ, შეიძლება პირიქით რაღაც აგვირიოს, ანუ იმ სფეროში. მაგალითად, ეხლა ამ წუთას რახუ არის თევზებში. ანუ თქვენ ეხლა თუ მოძებნით თქვენ რუკაში სად არის რომელი სახლია თევზები, გეცოდინებათ სად არის ამ მომენტში რახუ. ის გადავიდა 2023 წლის ოქტომბერში გადავიდა, ნუ ეს ნოემბერში უკვე გააქტიურდა უფრო მისი მოქმედება 2023 წლის და იქ სადაც თევზები გაქვთ, შეამჩნევდით რომ რაღაცა ცვლილებები თქვენ ცხოვრებაში აუცილებლად მოხდებოდა. და შესაბამისად ესე გადადის რახუ, რომელიღაცა უკან მიდის, ანუ ტრანზიტი როგორც სხვა პლანეტები წინ კი არ მიდის, მისი ტრანზიტი მიდის უკან, ანუ თუ იყო ვთქვათ თევზებში, მერე გადადის მერწყულში. თუ თქვენ გაქვთ თევზები მაგალითად მე-10 სახლში, შეიძლება მოხდარიყო ისე, რომ თქვენ ცხოვრებაში უცებ წამოსულიყო სიტუაცია, რომ პოპულარული გამხდარიყავით, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ გიცდიათ, უფრო მეტ ადამიანს გაეცანით. ან თქვათ რახუ თუ თევზები თუ ყავთ, თქვათ მე-7 სახლში, შეიძლება აი ქორწინებასთან დაკავშირებით რაღაცა შემოსულიყო, ან ადამიანი შემოსულიყო ახალი თქვენ ცხოვრებაში, ან რაღაცა მე-7 სახლთან დაკავშირებული აუცილებლად და ესე მისდევს, ასე ვთქვათ, თუ გადახედავთ თქვენ ცხოვრებას და ნახავთ, აი მაგალითად 2020 წლის სექტემბერი, ხო? კუროში გადავიდა რახუ, თუ ნახავთ იმ კურო თქვენს რუკაში რომელი ნიშანია, ანუ რომელ სახლში ხვდება, ნახავთ რომ იმ სფეროში მოხდა თქვენ ცხოვრებაში რაღაცა ცვლილებები აუცილებლად რახუსთან დაკავშირებული.
და კეტუს ტრანზიტის შესაბამისად, სადაც რახუა, შესაბამისად კეტუ არის ყოველთვის აბსოლუტურად საწინააღმდეგო მხარეს. და კეტუს ტრანზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ეხლა მაგალითად კეტუ არის ქალწულში, სადაც ნახავთ, რომ არის თქვენი ქალწული, რომელიც სახლშიც, იმ სახლთან დაკავშირებით იქნება კეტუს ტრანზიტი თქვენს რუკაში. კეტუს ტრანზიტი, რადგანაც კეტუ არის ყველაფრის გაშვება, ასე ვთქვათ, აი, ძირითადად გვიქმნის ხოლმე პრობლემებს იმ სახლთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ არის მეოთხე სახლში ხა კეტუს ტრანზიტი, შეიძლება პრობლემები გქონდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. თუ არის მესამე სახლში კეტუს ტრანზიტი, შეიძლება კომუნიკაცია შეგეზღუდოთ, ანუ მოგიწიოთ ან ბუნებრივად, რომ ისეთ სიტუაციაში მოხვდეთ, რომ ვერ კომუნიცირებთ. ან რაღაცა სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება იყოს. ანუ ჩვენ როგორ ვიცავთ თავს კეტუს ტრანზიტის დროს არის, რომ ვუყურებთ, სად გადავიდა კეტუ და მერე ბუნებრივად ის თემები, რაც კეტუსთან არის დაკავშირებული, ეხლა ის სახლის თემები, ხო? უნდა გახდეს ჩვენ ცხოვრებაში ნაკლებად მნიშვნელოვანი. ანუ იმ თემებს აღარ უნდა მივაქციოთ დიდად ყურადღება. თუ გადავიდა მესამე სახლში, ჩვენ თვითონ უნდა შევიზღუდოთ კომუნიკაცია. თუ გადავიდა მეორე სახლში, მაგალითად, შეიძლება რაღაცა დიეტა დაიცვას ადამიანმა ასკეზასავით, მეორე სახლის თემა რაღაც შეიზღუდოს. ან ფულის მოპოვებას არ მივანიჭოთ მნიშვნელობა, როცა მეორე სახლშია კეტუ. და აქედან გამომდინარე კეტუცა იმასწავლებელივით არის. თუ ხედავს, რომ იმ სახლთან დაკავშირებით არ გვაქვს ჩვენ ეს ჩაჭიდება, ხო ყველაფერზე რაზეც ჩაჭიდება გვაქვს, კეტუ ხელიდან გვაგდებინებს, ასე ვთქვათ, ესეთი პლანეტაა. კეტუ არის აბსოლუტურად არამატერიალისტი პლანეტა და რახუ პირიქით ძალიან მატერიალისტია. აქედან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ, სად არის კეტუ და რახუ და შესაბამისად რახუსკენ წავიდეთ უფრო იმ სახლისკენ, სადაც ახლა რახუ გვიზის ამ მომენტში და უფრო ხელი შეგვეწყობა და კეტუსთან დაკავშირებით კეტუ რაც შეიძლება უნდა ასე ვთქვათ გაუშვათ. გაშვების მომენტია. ან თუ გადმოვიდა მაგალითად კეტუ ქალწულში, ხო? და დაიწყო ეს ტრანზიტი. აი პირველივე თვეებში თუ შეატყობთ რაღაცას, რომ ეს თემა წამოიწია, ასე ვთქვათ, ხო, ამ სახლის, არ უნდა ჩაებღაუჭოთ, ანუ უნდა გაუშვათ რაც შეიძლება და შეიძლება უფრო შეინარჩუნოთ ეს რაღაცა. მაგალითად, თუ მეოთხე სახლშია და იქ სახლთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, შეეცადეთ რომ გაუშვათ. ანუ თქვათ აი გასაყიდი გახდა სახლი, ხო? თუ გაყიდი უფრო ადვილად გადაიტანამ ყველაფერს, ვიდრე მაშინ როცა ჩაეჭიდები, ყველაფერს გააკეთები, კვალებს აიღებ, რაღაცას გააკეთებ და ბოლოს გაგაგდებინებს მაინც კეტუ თუ გასაშვებია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ წელიწადნახევარი გრძელდება ეს ყველაფერი. და თუ ჩვენინებით გაუშვებთ, რაზეც წამოვა პრობლემები, უფრო ადვილად გადავიტანთ ამ ტრანზიტს. ესეთი სიტუაცია. შემდეგი ტრანზიტი არის კეტუ გადავა ლომში 2025 წლის 18 მაისს და აი მაისში შეგიძლიათ უფრო ცნობიერად დააკვირდეთ ლომი, რომელ ნიშანში ხვდება თქვენთან და რა თემები იქნება ის, რასაც შეეხება და შესაბამისად რახუც მაგის საპირისპირო ნიშანში გადავა. და ეს ცოდნა როცა აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და ბენეფიტურია მისთვის. ხო, ამით ახლა პლანეტების თემა დავამთავრეთ, უკვე ყველა პლანეტა ვიცით რას აკეთებს და ახლა გადავალთ ცოტა უფრო რთულ თემებზე. ანუ უფრო ჩაუღრმავდებით ყველაფერს. ახლა ყველა პლანეტა აკეთებს ასპექტს რომელიღაცა სახლზე. ასპექტი არის, წარმოიდგინეთ, ჩრდილივით, ანუ თვითონ ზის პლანეტა რომელიღაც სახლში და რაღაცა იმ ზერას მიაპყრობს თავის ჩრდილს მოფენს რომელიღაც სხვა სახლს. ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ეს პლანეტა იმ სახლშიც არის, არა. იმ სახლზე არ ექნება იმდენი გავლენა, რაც იქ რო იჯდეს იმ შემთხვევაში, მაგრამ აუცილებლად ექნება რაღაცა პატარა, ასე ვთქვათ, გავლენა მაინც, ანუ რაღაცას აკეთებს მაინც იმ სახლში. და განსაკუთრებით ახლა თუ იქ სხვა პლანეტა დახვდა, ის პლანეტაც იღებს რაღაც ელფერს ამ პლანეტისას. იმას არ ნიშნავს, რომ ახლა იგივე იქნება, რაც ის ორი პლანეტა ერთად რო იჯდეს ერთ სახლში. ის სხვა ეფექტი იქნება, მაგრამ აი პატარა რაღაცას აკეთებს მაინც. ყველა პლანეტას აქვს სხვადასხვანაირი ასპექტი. მაგალითად,
მეშვიდე სახლზე თავისი სახლიდან ყველა პლანეტა აკეთებს ასპექტს. ანუ ყველა პლანეტა, სადაც ზის, იქიდან მეშვიდე სახლს უყურებს ყოველთვის და იქაც ცემს თავის ჭრდილს. მაგრამ არის სპეციფიური გავლენებიც. მაგალითად, მარსი აკეთებს გავლენას თავის იმ პოზიციიდან, სადაც ზის მეოთხე, მეშვიდე და მერვე სახლებზე, მერკური მეშვიდე სახლზე კლასიკურად მარტო, იუპიტერი აკეთებს მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე სახლებზე, ვენერა აკეთებს მეშვიდე სახლზე და სატურნი აკეთებს მესამე, მეშვიდე და მეათე სახლებზე. ეს არ ნიშნავს, რომ სატურნი თავისი მდებარეობიდან მესამე სახლში ზის, მაგრამ ცოტა პრობლემას მაინც აი იმ თემებს მაინც შეუქმნის. მესამე სახლს, ანუ ცოტა გადასწუდება, ასე ვთქვათ, თავისი მდებარეობიდან მესამე, მეშვიდე და მეათე სახლებს. რაჰუ. ეხლა რაჰუც აი თავისი მდებარეობიდან მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე სახლებს. ეს არ ნიშნავს, რომ ისეთივე დრაივი გვექნება, რომ ის რაღაცები ვაკეთოთ, რაც იმ სახლებში ხდება. მაგრამ მაინც ჩვენთვის საინტერესო იქნება ეს თემები და მაინც რაჰუს გავლენა იქნება იქ. აი ახლა უფრო კარგად რომ დაინახოთ, აი ეს რო არის რუკა მაგალითად, ხო? რომელიც გააკეთეთ ყველა და ამ რუკაზე ახლა ხედავთ, რომ პლანეტები ზის სადღაც, აქსის მთვარე, აქსის მერკური და ასე შემდეგ. ასპექტი, უყურეთ მთვარის ასპექტი. მთვარე აკეთებს მარტო მეშვიდე სახლზე ასპექტს, ხო? აი, აქ მეშვიდე სახლზე არის მთვარის ჭრდილივით ასპექტი, რომელსაც ის ამ სახლზე აკეთებს. მერე სატურნი ზის თავისთვის მეხუთე სახლში, ხო? რომელ სახლებზე აქვს სატურნს ასპექტი? სატურნს აქვს თავისგან მესამე, მეშვიდე და მეათე სახლებზე ასპექტი. გადავითვლით, პირველი არის აი სატურნი ზის, ხო, ამ სახლში. ერთი ყოველთვის იმ სახლსაც ვითვლით, სადაც ზის. როდესაც ვიწყებთ ათვლას, ვედურ ასტროლოგიაში ყოველთვის პირველია ის სახლი, რომლიდანაც ვიწყებთ. უყურეთ, 1, 2, 3. აი ამ სახლს სატურნი ურტყამს ასპექტს. თავის მდებარეობიდან მესამე სახლს. მერე გავაგრძელეთ დათვლა. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე. მეშვიდე სახლსაც აქვს ასპექტი სატურნის და მერვე, მეცხრე, მეათე. მეათე სახლსაც აქვს ასპექტი სატურნის. ესე ვაკეთებთ ყველა პლანეტაზე. აი რაჰუს მაგალითად ვიცით, რომ თავისი მდებარეობიდან მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე სახლებზე აქვს ასპექტი. გადავითვლით პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, აი უკვე რაჰუს ასპექტია, მეხუთე სახლი, მეექვსე, მეშვიდე რაჰუს ასპექტი, მერვე, მეცხრე რაჰუს ასპექტი. ესე არის ყველა პლანეტაზე. მაგალითად, აი ეხლა ამ ადამიანის რუკაში, ხო? მერკური ზის მეშვიდე სახლში, ხო, მაგრამ უყურეთ რაღაც სატურნის ასპექტია მეშვიდე სახლზე, ხო? ეს ნიშნავს, რომ ცოტა რაღაც პრობლემებს ის ქორწინებაში აუცილებლად შეუქმნის. იმ პრობლემებს არა რომ ეხლა თვითონ იჯდეს აქ სატურნი და ეს ეფექტი არ იქნება, მაგრამ აი რაღაცა დონეზე სატურნის ჭრდილი აქ იქნება აუცილებლად. განსაკუთრებით მთვარე იღებს ხოლმე ძალიან ასპექტებისგან, ასე ვთქვათ, გავლენას, რადგანაც უყურეთ ახლა ვენერას სახლშია, ხო? ქალწულში მეთქი და სასწორში მთვარეა, ხო? უნდა იყოს ადამიანი წესით ძალიან, ასე ვთქვათ, მშვიდობის მოყვარე და მოსიყვარულე, მაგრამ ხედავთ აქ არის მარსის ასპექტი გვერდზე. ეს მარსის ასპექტი აუცილებლად მისცემს იმ ეფექტს, რომ ადამიანი იქნება უფრო აგრესიული შედარებით, ვიდრე უნდა ყოფილიყო და ექნება უფრო ეს მარსის ზედმეტი ენერგია მთვარეს და მერკურისაც სხვათა შორის. აქედან გამომდინარე, ასპექტები საჭიროა, განსაკუთრებით მე პერიოდებს, როდესაც გავივლით, იქაც დაინახავთ, რომ ის ასპექტები რაღაცას აკეთებს კიდე და ახდენს გავლენას იმ პლანეტებზე, რომლებიც იქ უკვე ზიან თავისთვის. ანუ ერთი დავალება გექნებათ, რა თქმა უნდა, რაჰუ და კეტუ და უნდა აღმოაჩინოთ რა არის, რომელ სახლშია თქვენი რაჰუ, რომელ სახლშია თქვენი კეტუ და როგორ აისახება თქვენ ცხოვრებაში, ანუ რა არის იმ სახლის აქტივობებიდან თქვენ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, დრაივი. მერე მეორე არის ის, რომ მინდა რომ ნახოთ, ეხლა სად არის რაჰუ და კეტუ, ტრანზიტი რაჰუ და კეტუ და რას აკეთებს, ანუ მაგალითად აი წინა ნოემბრიდან, იქ ოქტომბერი წერია, მაგრამ ერთი თვის მერე იყო რეალური ტრანზიტი და მაგასაც მერე გეტყვით, როგორ უნდა გამოთვალოთ. აი წინა დეკემბერი მაგალითად ნოემბრიდან, ხო?
რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში იმ სახლთან დაკავშირებული, სადაც ზის ეხლა რა გააკეთა. მაგალითად, ქალწული ნახეთ, რომ კი არა და თევზები მაგალითად ნახეთ, რომ ყავთ მესამე სახლში, ხო? რაჰუ გადავიდა მესამე სახლში. და რა გააკეთა იქ? ანუ მესამე სახლთან დაკავშირებული რაჰუს ენერგია იცით, ამოტრიალება ყველაფრის, რაღაცა უცხოს შემოსვლა, რაღაცა მოულოდნელობა, ის რასაც არ ველოდებით, რაც ლოგიკასთან კავშირში არ არის. და ნახეთ ასევე კეტუს აძის ეხლა თქვენ სახლში. ანუ ქალწული რომელი სახლია, ქალწულში ზის ეხლა კეტუ და იმ სახლთან დაკავშირებულ რა თემებთან ჩამოგაშორათ. მაგალითად, კეტუ გადავიდა ეხლა შეიძლება ვთქვათ მეათე სახლში თქვენთან და შეიძლება სამსახურის დაკარგვა მოგიწია, თან სამსახურში სულ პრობლემებია, რაღაცა ესეთი, ხო? კეტუს ტრანზიტიც დააფიქსირეთ, რას აკეთებს და ეს იყო რამდენი დავალება. აღარ მახსოვს რამდენი იყო, მაგრამ კიდე ერთი დავალება მინდა მოგცეთ ის, რომ აი აქ აიღებთ თქვენ რუკას და აქ წერია ტრანზიტები, რომელი პლანეტა რომელ სახლზე აკეთებს ტრანზიტს და ამოხაზეთ, ასე ვთქვათ, რუკა ამობეჭდეთ და ჩაწერეთ ტრანზიტები, გადაითვალეთ, მაგალითად სატურნი თავისი მიმდებარეობიდან მესამე, მეშვიდე, მეათე და ასე შემდეგ, ყველა გადაითვალეთ და ნახეთ რა ხდება, ანუ არის ზოგჯერთ სახლი არის ცარიელი, აი ნახეთ აქ მერვე სახლი ხო არაფერი არ ზის. მაგრამ ხედავთ აქ 5 პლანეტა აკეთებს ასპექტს, ანუ ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში მაინც აი მეორე სახლი მნიშვნელოვანი ყოფილა, რადგანაც ამდენი პლანეტა ასპექტს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ცარიელია თვითონ. და ასე შემდეგ. ეხლა პლანეტებს შეესაბამება, ასე ვთქვათ, მხარეები. მაგალითად, აი ჩრდილოეთი მხარე შეესაბამება მერკურს, სამხრეთი შეესაბამება მარსს და ასე შემდეგ. აი ცხრილიც არის, რომელ პლანეტას რომელი მხარე შეესაბამება და როდესაც თუ ვიღაცა სურვილი ექნება რომ წაიკითხოს, მაგალითად სატურნის მანტრა. კარგი იქნება თუ იმ მხარისკენ მიტრიალდება, რაც არის ბუნებრივად, თქვათ სატურნის მიმართულება, ანუ დასავლეთისკენ თუ მიტრიალდები და სატურნის მანტრას წაიკითხავ, უკეთესია, ვიდრე მიტრიალდები ნებისმიერ სხვა მხარეს. ანუ ის მხარეები აძლიერებს იმ ენერგიას. მე მაგალითად ჩემი სამუშაო მაგიდა შემოვატრიალეთ დავდგი ისე რომ უყურებდეს იუპიტერის მიმართულებას და ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი. ასე ვთქვათ, აი ეს მიმართულებები გამოიყენეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ რაღაცაში. როდესაც იცით რა პლანეტის ენერგია გჭირდებათ და რა პლანეტის ენერგია რომელი მხარეა, ასე ვთქვათ. აღმოსავლეთი არის მზის ასე ვთქვათ, ენერგია და იმიტომ არის, რომ ძალიან ხშირად აღმოსავლეთით, ვთქვათ, როდესაც სურია ნამასკარს ვაკეთებთ იოგაში, აღმოსავლეთით უნდა მივტრიალდეთ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ მომავალიმზე და აღმოსავლეთით იქნება ყველა ვარიანტი, ასე რომ ლოგიკურია. და დასავლეთი ამბობენ, რომ კი აქ სამხრეთ-დასავლეთი წერია, მაგრამ თუ სამხრეთ-დასავლეთს არ განსაზღვრავთ, თვითონ დასავლეთი არის უფრო რაჰუს მიმართულება. მაგალითად, თუ სახლს აქვს აღმოსავლეთიდან კარები, ეს არის სახლი, სადაც უფრო კომფორტულად ცხოვრობთ, ვიდრე თუ დასავლეთიდან აქვს კარები, მაშინ უფრო სატურნის ენერგია და რაჰუს ენერგია აქტიურდება და ისე კომფორტულად იმ სახლში ვეღარ ვართ. ან ფანჯრების საით გვაქვს, ესეც მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთიდან ფანჯრები ძალიან კარგია სახლის ენერგეტიკისთვის, დასავლეთიდან ფანჯრები არ არის კარგი და ასე შემდეგ. ან მას ცალკე ისწავლობს, ასე ვთქვათ, ვასტუ შასტრა ქვია ამას, ცალკე მეცნიერება, ასე ვთქვათ, ვედური, რომელიც სახლების აგებასთან არის დაკავშირებული. და იმასთან, რომ აი რაღაც სახლში ვიგრძნოთ თავი უფრო, ასე ვთქვათ, კომფორტულად. ეხლა სივრცეებში, აი რაღაც გეოგრაფიულ ადგილებში, ხო? არის პლანეტების პლანეტების ენერგია სხვადასხვანაირად გადანაწილებული. მაგალითად, არის ადგილები, სადაც მზის ენერგია უფრო ძლიერია. არის ადგილები, სადაც მთვარის ენერგია უფრო ძლიერია. თუ ბუნებრივად ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რომ იმ პლანეტის ენერგია გააძლიეროს, შეიძლება ბუნებრივად მოსწონდეს იმ ადგილებში ყოფნა. აი, შეიძლება რომ ადამიანს მოსწონდეს, ვთქვათ, სხვათა შორის არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ
მიტოვებული ადგილების დათვალიერება, ან ეძებენ სპეციალურად მიტოვებულ ადგილებს, ესეთი ჰობი აქვთ. ეს არიან ადამიანები, რომელიც აი მაგალითად სატურნის ძალიან ძლიერი გავლენა აქვთ და სატურნი მფარველობს სანაგვე, სარდაფი, სასაფლაო, ციხე, მიტოვებული ადგილები და ნანგრევები. ვენერა რასაც მფარველობს, ეს არის გასართობი ადგილები, თეატრი, რესტორანი, საძინებელი, სილამაზის სალონი, ყველაფერად სილამაზესთან არის დაკავშირებული. იუპიტერის ენერგია არის ბანკები, სასამართლოები, პრესტიჟული უნივერსიტეტები, მონასტრები, რა თქმა უნდა, რელიგიასთან დაკავშირებული ყველაფერი, ყველანაირი ორგანიზაცია. მერკური, რაც შეეხება ყველაფერი კომუნიკაციას, ტრანსპორტს და ბიზნესს, ყველა ეს ადგილი არის მერკურის. მარსი, ეს არის სამზარეულო, მძიმე მრეწველობის ქარხნები. სამზარეულო, რადგან ცეცხლთან არის კავშირში, ანუ რაღაც გადამუშავება ხდება სითბურად რაღაცის და იქიდან გამომდინარე სამზარეულო. და სამხედრო ნაგებობები, ფეხბურთის მოედნები, ასევე საბრძოლო რინგი და საბრძოლო მოედნები. აი, მერკურთან არის დაკავშირებული სათამაშო მოედნები, სადაც ეს შეჯიბრის ელემენტი არ არის აქტიური და პირდაპირ ბრძოლა არ არის, ასე ვთქვათ, და მარსთან არის დაკავშირებული უფრო ესეთი სპორტის სახეობები. მთვარესთან არის დაკავშირებული ყველანაირი წყლის სხეული, ასე ვთქვათ, ყველანაირი მდინარე, ზღვა, ტბა, ასევე საჯარო სივრცეები, სასტუმროები, რადგანაც მთვარე არის არამდგრადი, ასე ვთქვათ, ცვალებადი და სასტუმრო ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები იცვლებიან სულ. სავანტყოფოების მთვარესთან არის კავშირში. მთვარის ფერი არის ბუნებრივად თეთრი, როგორც იცით და სავანტყოფოების თეთრ ფერშია ხოლმე ძირითადად. მზე ეს არის ღია სივრცეები, სასახლეები, ტაძრები. ტაძრები ოღონდ აი აქაც იუპიტერთანაც მაქვს, იოსტპიტერთან მაქვს მონასტრები, მაგრამ ტაძრები აი როგორც ინდუეთშია რაღაცა ეს ძალიან დიდი ნაგებობები, ასე ვთქვათ. იმასთან კავშირი აქვს მზეს. და კოშკები, ასევე სამთავრობო დაწესებულებებიც მზესთან არის კავშირში, იმიტომ რომ მზე არის მეფე, ასე ვთქვათ. მიმართულებები უკვე ჰქონდა. აქ ჩამოგიწერეთ პლანეტების ხასიათი. ანუ პლანეტა რომ იყოს რაღაც პიროვნება, როგორი ხასიათი ექნება, რა თვისებები არის დაკავშირებული თითოეულ პლანეტასთან და შესაბამისად თქვენ უკვე მერე გექნებათ საშუალება, რომ სულ არ გჭირდებათ ასტროლოგია, რომ მიხვდეთ რომელ ადამიანს რომელი პლანეტა აქვს ძლიერი და რომელი აქვს სუსტი. ანუ აქ არის პოზიტიური თვისებებიც და ნეგატიურიც და თუ ადამიანს შეატყობთ, რომ აი ეს ნეგატიური თვისებები აქვს რომელიღაცა პლანეტის, ხო? ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანში იმ პლანეტის ენერგია არის სუსტი, დაზიანებული. და თუ აქვს პოზიტიური თვისებები ამ პლანეტს, ეს არის, რომ აი თუ ძლიერი მზე ყავს ადამიანს, ხო? ძლიერად ინდივიდუალურობა, დიდსულოვნება, ღირსება, სიდიადე, აი ეს მოდის ადამიანისგან და თუ აქვს სუსტი მზე, იქ მოდის ეგოიზმი, სადიზმი, პომპეზურობა, რაღაც ეს მოჩვენებითი დიდება, ასე ვთქვათ. და აქედან გამომდინარე უკვე ატყობთ ადამიანს, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც სუსტი მზე აქვს. მერკური ჩანს ძალიან ადვილად კიდე ადამიანში, ანუ ინტელექტი, ნიჭი, ვერბალური და მენტალური შესაძლებლობები არის მერკურის და თუ დაზიანებული აქვს მერკური, არის სიმორცხვე, ამორალურობა არის იმ კუთხით, რომ მერკური არის ძალიან ცნობის მოყვარე და აი ეს ცნობის მოყვარეობა რო გადადის იმაში, რომ მორალი არა აქვს, აი მაგ კუთხით არის მერკური ამორალური თუ ის არის, რა ქვია, დაზიანებული. ზედმეტად ყველაფრის ინტელექტის ჭრილში გატარებაც შეგიმჩნევიათ ადამიანებისთვის, რომ აი ზედმეტად აანალიზებენ რაღაცებს, ესეც არასწორი მერკურია, ასე ვთქვათ, არაძლიერი და აზროვნების და კომუნიკაციის სირთულე. შესაბამისად ესია სხვა პლანეტებიც, თუ ვთქვათ, შეატყვეთ ადამიანს, რომ აქვს სატურნის ენერგია, ეს უნდა იყოს, კარგი სატურნის ენერგია უნდა იყოს დისციპლინა, პასუხისმგებლობა, კონსერვატორიზმი, მაგრამ აი დაზიანებული სატურნი ადამიანში დეპრესიულს ხდის ადამიანს, ანუ ყველაფერზე რომ
ყველაფერს ნეგატიურად აღიქვამენ, ასე ადაპტაციის უნარი არ აქვთ, მელანქოლიური ადამიანები და უნდობი ადამიანები, იმიტომ რომ აი სატურნი არის სანდოობაზე არის აქცენტი. თუ სატურნი ძლიერი აქვს ადამიანს, არის ძალიან სანდო. მაგრამ თუ სატურნი აქვს სუსტი, თვითონ არის უნდობი, ანუ სხვებს არ ენდობა. ხო, ანუ ამას მინდა რომ გადახედოთ, დაიმახსოვროთ ეს თვისებები და შეიგრძნოთ თითოეული პლანეტა, ვინ რას უნდა აკეთებდეს, ანუ ვის როგორი ხასიათი აქვს რაღაცა, ხასიათი რომ მოვიდეს ახლოს. და შემდეგ ანუ მთავარი ის არის ასტროლოგიაში, რომ ეს ენერგიები ძალიან ღრმად შეიგრძნოთ, ძალიან. იმიტომ რომ მე ბევრი რაღაცა უნდა დააკავშიროთ ერთმანეთთან, ასე ვთქვათ. იქ მე რაღაცა იუპიტერის თვისება და დააკავშიროთ რაღაც სახლის თვისებასთან, რომელშიც ზის და აქედან გამომდინარე გვჭირდება ეს ყველაფერი, რომ კიდევ ერთხელ რაღაცნაირად შეიგრძნოთ შინაგანად. ყავს ძლიერი და დღეს უკვე ამის გამოთვლაზე გადავდივართ და აი აქ არის ცხრილი, აქ არის ცხრილი, სადაც მოცემულია პლანეტების ძალა. ანუ იღებთ ნებისმიერ თქვენ პლანეტას და ამ პლანეტას ნახულობთ რომელ სახლში, რომელ ნიშანში გაქვთ. ოღონდ მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის ყველაფერი, ეს არის მარტო ერთი ასპექტი ძალის. შემდეგ ლექციაზე მოგცემთ დანარჩენ ასპექტებსაც, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი. აქ თუ ძლიერია პლანეტა, უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ძალიან ძლიერია. ანუ ნახულობთ მზე რომელ ნიშანში ყავთ. თუ ყავთ ლომში, მაგალითად ეს არის 100% ძალის, თუ ყავთ კირჩხიბში, მორიელში, მშვიდოსანში, თევზებში, უნდა მოვაკლოთ 10% ამ ძალას. იქნებათ 90%-იანი დაახლოებით მზე, ანუ ისეთი ძლიერი არა, მაგრამ ცუდიც არ არის. თუ არის მაგალითად ამ იმეებში, ნიშნებში, ხო, შინ -30 გრადუსი უნდა მოვაკლოთ. და ასე შემდეგ, ნებისმიერი პლანეტა ასე უნდა შეაფასოთ სიძლიერის მიხედვით. აქ როდესაც გრადუსი უწერია, კუროს 3 გრადუსი, ხო? მაგალითად, კუროს 3 გრადუსთან ახლოს არის პირველიდან 3-მდე, უბრალოდ მთვარე ეგზალტაციაში. ანუ ძალიან ძლიერია. მაგრამ თუ კუროში მოხდა და 3-დან 30 გრადუსამდეა, ხო? იქ მარტო 10%-ს დავუმატებთ. ანუ თუ გრადუსები წერია, იმ გრადუსებში როცა ხვდება, მაშინ არის ძლიერი ძალიან. მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ 1 გრადუსი როცა მიწერია, იმას ნიშნავს, რომ აი 28 გრადუსში იქნება იდეალური, მაგრამ მთლიანად თვის რქაში მარს მაინც ეწერება +20 გრადუსი. ასე შუალედი არ არის და უბრალოდ 1 გრადუსია. მერკურს მაგალითად ქალწულის 15 გრადუსი ეს არის ეგზალტაცია, ანუ ძალიან ძლიერია, მაგრამ 16-დან 20 გრადუსამდე, ანუ მთლიანად ქალწულში და განსაკუთრებით 15 გრადუსში, მაგრამ 16-დან 20 გრადუსამდე თუა შეგიძლიათ +10 დაუწეროთ. ანუ ეს ყველაფერი არ არის საჭირო, რომ აი ძალიან ნიშანდობლივად და ძალიან ზუსტად გამოთვალოთ. უბრალოდ აი აქეთ არის ამ მხარეს ახლა და ეგზალტირებულისკენ არის წასული ეს პლანეტა თუ აქეთ დებილიტაციისკენ, ეგ მინდა რომ გაარჩიოთ. ახლა თუ კირჩხიბში არის მერკური, ყველა ვარიანტში ძალიან სუსტი მერკურია და ისე არ მუშაობს, როგორც მერკური უნდა მუშაობდეს და თუ თქვათ, აქეთ არის წასული ბარდნაში თუ არის პლანეტა, თორე ის რომ ახლა ზუსტად ეგზალტაციაშია და 5 გრადუსშია ზუსტად იუპიტერი თუ 6 გრადუსში, მაინც ძლიერი იუპიტერია ძალიან. და აქედან გამომდინარე შეგიძლიათ ყველა პლანეტის საწყისი სიძლიერე დააფიქსიროთ, მაგრამ შემდეგ ლექციაზე კიდე სხვა რაღაცეებიც იქნება, რაც ამ სიძლიერეს, ასე ვთქვათ, ან გააძლიერებს კიდე, ან დაასუსტებს. და ეს მინდა რომ გამოთვალოთ. ერთი ცხრილია, სადაც ყველაფერი არის მოთავსებული და აქ მფლობელები, ესე იგი პლანეტები აქვს მიწერილი. სათითაოდ რა თქმა უნდა, ყველა პლანეტას აქვს თავისი ნიშნები მიწერილი, მაგრამ რომ არ ეძებოთ ცალ-ცალკე სლაიდებსა და ერთად რომ იყოს და იმახსოვროთ, ყველა არის აქ ერთად მოცემული. ეს PDF-ი რა თქმა უნდა, ატვირთული იქნება ჯგუფში და შეგეძლებათ აქედან იხვიმწვანელოთ დავალებების გასაკეთებლად. დავიწყებთ სახლების ძალის შეფასებას, ანუ სახლი რამდენად ძლიერია, პლანეტა მთლიანად რამდენად ძლიერია, ეს არის უბრალოდ ერთი ასპექტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
თუ მოხვდა თქვენი პლანეტა სადღაც აქ ცუდში, არ გაგისკდეთ გული, რომ ახლა რა ეშველება და არაფერი აღარ ეშველება, ესე არ არის. შეიძლება იქ რაღაცა იყოს, რაც მაგას აბათილებდეს შემდეგ. და დღეისთვის ეს იყო, რაც მინდოდა ამეხსნა, დარწმუნებული ვარ, ბევრი კითხვები გექნებათ. ეხლა გავაკეთოთ პაუზა 15 წუთი. ანუ ნახევრამდე გავაკეთოთ პაუზა და ნახევარზე ისევ დაბრუნდეთ და დავსვათ შეკითხვები.